მოგესალმებით. მე თეთე ჩიკვილაძე ვარ, ეს გადაცემა არც თაიმია. ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ ქვის ხანა საქართველოში. როგორ გაჩნდა პირველი ადამიანი აფრიკიდან საქართველოში, როგორ ცხოვრობდა და რა გარემო დახვდა აქ. გიყვებით დღევანდელ გადაცემაში საინტერესო ამბებს, რომელიც 1.700.000 წლის წინათ დაიწყო. გამოფენის ეს ნაწილი გვიყვება თავის ქალებით ისტორიას ადამიანების შესახებ, რომლებიც გაჩნდნენ პირველად აფრიკაში. აი მთელი ამბავი ჩვენი სახეობის და ევოლუციის და პრეისტორიის ჯდება აი აქა, აი ამ დარბაზში წარმოდგენილი თავი ქალების მეშვეობით. ყველა ნიშნულოვანი გამოფენა მსოფლიოში, ევროპაში ადამიანის გამოჩენასთან და პრინციპში აზიაშიც იწყება ყოველთვის დმანისის აღმოჩენებით, იმიტომ რომ ეს არის პირველი ევროპელების სამშობლო. არის გიგანტური ზომის, ბევრად უფრო დიდი ვიდრე თანამედროვე სირაქლემები, ორივე ფეხის ბარძაყის ძვალი გვაქვს ნაპოვნი და გამოფენაზე წარმოდგენილია ერთი ასლის სახით და ერთი ორიგინალის სახით. ამ ვიტრინაში ლეოპარდის მხრის ძვალი მთლიანად ანატომიურ შესახსრებაში ასევე ორიგინალია. იმ ადგილას, სადაც ეს ნამარხები გვაქვს ჩვენ ნაპოვნი, გარდა იმისა, რომ არის ქვის იარაღები, არის რაღაცა ერთი სტანდარტული ზომის ძალიან ბევრი ქვა მიტანილი სავარაუდოდ აი იმ მომენტში ის ქვები ბუნებრივად იქ არ აღმოჩნდებოდნენ და სავარაუდოდ ეს არის ამ გოგონას და მისი ტომის წარმომადგენლების მიერ მისდრო შეაშინონ ცხოველები. ჩვენი გადაცემის სტუმარია არქეოლოგი და გამოფენის კურატორი თეო ნეშელია. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ერთად გადაცემაში მონაწილეობთ. მადლობა თქვენ სტუმრობისათვის. ძალიან საინტერესო გამოფენაა, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს მუზეუმში, თუმცა ბევრ ადამიანს მაინც არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და მინდა რომ დღევანდელ დღეს რაღაცნაირად დავუთმოთ დრო ამ გამოფენას პოპულარიზაციას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ასევე დავუთმონ დრო ჩვენს მუზეუმებს, მხოლოდ საზღვარგარეთ არ არის კარგი მუზეუმების დათვალიერება, ამიტომაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა რომ თქვენგან მოისმინოს ჩვენმა მაყურებელმა. კი ბატონო, ეს გამოფენა წლებია უკვე არსებობს ეროვნულ მუზეუმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. ამ გამოფენას დავარქვით ქვის ხანის საქართველო. ეს ეხება ძველ ქვის ხანას, ახალი ქვის ხანა, ანუ ნეოლითის სხვა დარბაზში არის წარმოდგენილი. აქ არის მოყოლილი სულ დასაბამიდან, როდესაც იწყება ადამიანის ევოლუციის ისტორია, ანუ ჩვენ ვართ პრეისტორიის სპეციალისტები, სანამ გზა განვლო სრულიად განსხვავებული ფიზიკური ტიპიდან, ვიდრე ჩვენ ხართ, ვიდრე ჰომო საპიენსამდე, რომლის ერთადერთი ჰომოს სახეობა არსებობს ამჯერად დედამიწაზე. ყველაზე ძველი და შორეული ჩვენი ხაზზე მყოფი არსება ჩადში აღმოჩენილი ნამარხია და ეს ნაწილი, რომელიც 7 მილიონი წლის თარიღდება და გამოფენის ეს ნაწილი გვიყვება თავის ქალებით ისტორიას ადამიანების შესახებ, რომლებიც გაჩნდნენ პირველად აფრიკაში, შემდეგ ორი სახეობა ახალი წარმოიშვა ჰომო ჰაბილისი, ჰომო ერექტუსი, უკვე როგორც ჰომოები და ჰომო ერექტუსი იყო ის სახეობა, რომელმაც დატოვა აფრიკის ტერიტორია. აი ეს ნაწილი გამოფენის უკვე იწყება ამბავი აფრიკის გარეთ. აქამდე ყველაფერი აფრიკაში ხდებოდა. მერე ახალი სახეობებიც ჩნდება ისევ აფრიკის ტერიტორიაზე. ჰომო ერექტუსი არის პირველი სახეობა, რომელიც და მათ შორის აი ეს დმანისის თავის ქალა ამ მას ეკუთვნის სახეობას, ასე რომ დმანისი 1.800.000 თავისი თარიღით არის როგორც ნამარხების ადგილსაპყრობელი, ისევე არქეოლოგიური ძეგლიც უძველესი
უძველესი ევრაზიის ტერიტორიაზე. დღესდღეობით ეს ესეა და შემდეგი ისტორია აფრიკაში გრძელდება, იქ ახალი სახეობები ყალიბდება, Homo heidelbergensis-იც არის აფრიკული წარმოშობის სახეობა და შემდეგ ის გადადის ასევე ევროპის ტერიტორიაზე, მოყოლილია მთელი ეს ამბავი, როგორ მერე ევროპის ტერიტორიაზე ჩდებიან ნეანდერტალელი, ევრაზიის ტერიტორიაზე ნეანდერტალელი ადამიანები და მერე ისევ აფრიკაში ხდება, რომ ჩდება პირველი Homo sapiens sapiens-ი და უძველესი Homo sapiens sapiens-ი 195,000 წლით არის დათარიღებული და ისიც გადმოდის აი მასში, რა ქვია, ევრაზიის ტერიტორიაზე და არის უკვე ევროპული და აზიური ნამარხები Homo sapiens-ი. აი მთელი ამბავი ჩვენი სახეობის და ევოლუციის და პრეისტორიის ჯდება აი აქ, აი ამ დარბაზში წარმოდგენილი თავი ქალების მეშვეობით. ნახეთ, ეს არის ქვის ხანაში, ძველ ქვის ხანაში მოხვედრილი ამბავი, ვიდრე პირველი ქვის იარაღებიდან, რომლის გამკეთებელი იყო Homo erectus, Homo habilis-ი, შემდეგ Homo erectus-ი, რომელიც აფრიკის ტერიტორიას ტოვებს და ვიდრე Homo sapiens-ი არსებობენ ძველი ქვის ხანაში. ახალ ქვის ხანას უკვე ხდება 10,000 დაახლოებით წლის წინ, მხოლოდ ერთი სახეობა, ბოლო ნეანდერტალელი სადღაც 30,000 წლის არის და იწყება მერე ახალი ქვის ხანა. გადავინაცოთ გამოფენის იმ ნაწილში, სადაც საქართველოს ქვის ხანაზე და ნამარხებზე არის მოყოლილი. კი ბატონო, იწყება უკვე აი ამ, ასე რა თქვა, კუთხიდან და გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. ეს პატარა ვიტრინა და ინფორმაცია თავისი განამარხებული ძვლებით ეკუთვნის ბევრად უფრო ხანგრძლივ და ადრეულ პერიოდს და არის პალეონტოლოგიური მასალა წარმოდგენილი, ისეთი ნამარხი ცხოველების ძვლებია, რომელიც უკვე აღარ არსებობენ ესე თითებიანი თანამედროვე ცხენის წინაპარი, თითებიანი ცხენი, დამანი, დრიოპიტეკი, ხის მაიმუნი და ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვიან ზოგადად ევოლუციაზე. უამრავი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პალეონტოლოგიის ფონდში. ცოცხალი სამყაროსი, რომელიც ადამიანის გამოჩენამდე არსებობდა დედამიწაზე, მაგრამ ამ გამოფენას და ზოგადად ყველა ნიშნულოვანი გამოფენა მსოფლიოში, ევროპაში ადამიანის გამოჩენასთან და პრინციპში აზიაშიც იწყება ყოველთვის დმანისის აღმოჩენებით, იმიტომ რომ ეს არის პირველი ევროპელების სამშობლო, უძველესი ადამიანი ევრაზიის ტერიტორიაზე, თვითონ ნამარხი ადამიანი არის დმანისიდან, გვაქვს უმდიდრესი მასალა და ახლაც მიმდინარეობს, აი წელს მივდივართ უკვე გათხრებზე, ეს არის ჩვენი გუნდის მიერ დაწყებული 31 სეზონი. ძალიან საინტერესო. მეტიც გამოდის. კი ბატონო, ესე იგი პირველი ევროპელების ადგილი არის აღმოჩენილი დმანისში საქართველოს ტერიტორიაზე. ესე იგი როგორი ევროპელები ვართ? ძალიან გამოდის ესე. ნახეთ, დმანისში არის დმანისის რაიონში ძველი დმანისის ნაქალაქარი, შუა საუკუნეების უნიკალური ძეგლი, ძალიან მდიდარი და სწორედ აი ამ ნაქალაქარის ფენების ქვეშ ბრინჯაოს ხანაც არის აღმოჩენილი საქართველოში და იმის ქვეშ არის კიდე ისეთი მიწა, ნალექები, რომელშიც დაცულია ამბავი 1,800,000 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 10,000 წლის განმავლობაში მინიმუმ ძველი ადამიანები ამ ადგილზე მოდიოდნენ და ამდენი ხნის შემდეგ ჩვენ პოულობთ და რა თქმა უნდა ისინი იქ არ იყვნენ მარტო. ნახეთ რა საინტერესო ცხოველები და საერთოდ ესეთი ბუნების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, რომელსაც ჩვენ ახლა ესეთი განამარხებული ძვლების სახით პოულობთ. ბევრი აქედან ექსპოზიციაზე არის ასლი, მაგრამ ბევრი არის ორიგინალი, მაგალითად აი ამ სირაქლემას, რომელიც დმანისის
ტერიტორიაზე დაიარებოდა მაშინ და ის არის გიგანტური ზომის, ბევრად უფრო დიდი ვიდრე თანამედროვე სირაქლემები, ორივე ფეხის ბარძაყის ძვალი გვაქვს ნაპოვნი და გამოფენაზე წარმოდგენილი ერთი ასლის სახით და ერთი ორიგინალის სახით. ამ ვიტრინაში ლეოპარდის მხრის ძვალი მთლიანად ანატომიურ შესახსრებაში ასევე ორიგინალია. ეს ხმალკრილა ვეფხვები წარმოდგენილია ასლის სახით. თუმცა ნახეთ აი აგერ სპილოს ფეხის არის ორიგინალი. ვაძლევთ საშუალებას მაყურებელს, დამთვალიერებელს, რომ ნახოს როგორ სპოულობ და როგორი შეგვიძლია მე გამოფენაზე ასლის სახით წარმოადგინოთ. ისევე როგორც აი ამ ვიტრინაში წარმოდგენილი ყველა ადამიანის ნაშთი არის, რა თქმა უნდა, ასლი, ესე ვერ გამოვფენთ ადამიანის ნაშთებს, მაგრამ ასლებიც კეთდება რაღაცა ძალიან დიდი სიზუსტით და ის კი არა გათხრების პროცესი, როდესაც ჩვენ პოულობთ ადამიანებს, პროცესიც კი შეიძლება შემონახული იყოს გათხრების ზედაპირის ასლის სახით. აი ნახეთ, ეს არის ერთი ეტაპი გათხრების, აი თავის ქალის უკანა ნაწილი ჩანს მარტო და შემდეგ მივდივართ სიღრმეში და შემდეგ ეტაპზე სახეც გამოჩნდა და ამან მიგვიყვანა. ამას შეხედეთ, აი ეს არის თავის ქალები, თითქოს მარტო თავის ქალები, მაგრამ გამომეტყველებაც კი აქვთ მათ, ისინი სხვადასხვანაირები იყვნენ. ასაკით, ფიზიკური მდგომარეობით და ეს თავის ქალები დღეს წარმოადგენენ თავისი პოსტკრანიალური, ანუ ჩონჩხის ნაშთებით უმდიდრეს კოლექციას ამ ხანის ადამიანების მსოფლიოში რაც არის აღმოჩენილი და ნუ ჩვენზე ძველი მხოლოდ აფრიკაშია, რომელიც კაცობრიობის აკვანს წარმოადგენს. ასევე ამ ადამიანების ცხოველებთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ნაშთებთან ერთად, მხოლოდ ამ ადამიანების მიერ დამზადებულ Homo erectus-ი არის ესა 600 კუბური სანტიმეტრის ტვინის მქონე არსება, რომელმაც შეძლო და ახალ ბუნებრივ გარემოში სრულად არა სავანას, აფრიკული სავანის პირობებში ძალიან მარტივი ქვის ტექნოლოგიით, რომელიც აი მილიონი და მეტი თითქმის 2 მილიონი წლის განმავლობაში იყო ძალიან მარტივი, რასაც ქვია ნუკლეუსების და ანატკეცების ტექნოლოგია. ეს არის უმდიდრესი კოლექცია ამ ადამიანების მიერ დამზადებული ქვის იარაღების, რომელიც აქ ძალიან მცირე, მაგრამ ესეთი მეტყველი მითი გვაქვს წარმოდგენილი ნიმუშებით და არაფერი ამათ არ ჰქონდათ. ჰქონდათ ერთადერთი ჭრელი პირის მისაღებად დამტვრეული ქვები, რადგან არც ჭყალები, არც ესეთი კბილები, რქა, მოკლედ ის ატრიბუტიკა, რასაც ზოგიერთი ცხოველი იყენებს, რომ გადარჩეს ბუნებრივ გარემოში, ადამიანს ეს არ ჰქონდა, ჰქონდა ტვინი, რომელიც მიანიშნა, რომ უნდა დაემზადებინა ესეთი რაღაცა, ბუნებიდან აეღო, ბუნების მოდიფიკაცია ჩაეტარებინა და გაეკეთებინა ქვის იარაღი. შესაძლოა პირველი იარაღი იყო ხე, ეს არის ტოტი, რომლის მოქნება, რითაც მოჩიჩქნა შეიძლება და ამითი გადარჩენა, მაგრამ ქვა არის ის, რაც შემორჩა და ქვაზე გაკეთებული ნატეხების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ როგორ ფიქრობდნენ ისინი და როგორ ასწავლიდნენ ერთმანეთს ან ნაშიერ შვილებს გადარჩენისთვის სხვადასხვა გზებს ამ ქვის იარაღით და ქვის როლაც, ნახეთ, აი ეს ჩვენი ერთ-ერთი ინდივიდი აღმოჩენილი თინეიჯერული ასაკის გოგონა, რომლის რეპლიკად ხო, ესე გამოდის თინეიჯერი ყავს, ქვებს ვასროლინებთ გამოფენაზე ისე გვაქვს წარმოდგენილი, იმიტომ რომ იმ ადგილას, სადაც ეს ნამარხები გვაქვს ჩვენ ნაპოვნი, გარდა იმისა, რომ არის ქვის იარაღები, არის რაღაცა ერთი სტანდარტული ზომის ძალიან ბევრი ქვა მიტანილი სავარაუდოდ. აი იმ მომენტში ის ქვები ბუნებრივად იქ არ აღმოჩნდებოდნენ და სავარაუდოდ ეს არის ამ გოგონას და მისი ტომის წარმომადგენლების მიერ მისდრო, შეაშინონ ცხოველები და ქვის როლა ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი ქცევა არის არა მარტო ძველ ადამიანებში, ჰომინინებში, ასევე თანამედროვე აბორიგენებში და ქვის სროლით იწყება მთელი სროლის ტექნოლოგიების შექმნა და ბოლოს ატომურ ბომბამდეც მივედით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ ის რაც ყველაფერი ხდებოდა ადრე, რაც როგორც დაიწყო, იმის განვითარება ხდება, იგივე ლოგიკა არის ეხლაც, უბრალოდ მაშინ ძალიანელა 2 მილიონი წელი დასჭირდა მას ადამიანს ჰომოს, რომ მისულიყო რაღაცა ესეთი სტანდარტული
სტანდარტული ზომის, ფორმის და ფუნქციის იარაღამდე და დავამთავროთ ახლა დმანისის ნაწილი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია და უმდიდრესია და კიდევ აგრძელებთ იქ გათხრებს და გადავინაცვლოთ ქვის ხანის შემდეგ ეტაპზე, ესეც არის პალეოლითი, ქვედა პალეოლითი, რომელსაც აშელს ეძახიან და აშელური პერიოდისთვის დამახასიათებელია იგივე ჰომო ერექტუსი ადამიანი, უბრალოდ ეს არის კლასიკური ჰომო ერექტუსი, ფიზიკურადაც და ტექნოლოგიურადაც განსხვავებული, ანუ მისი ტვინის მოცულობა თითქმის 1200 კუბურ სანტიმეტრს უფრო გამართულია, ზომაშიც უფრო დიდია. დმანისელი ჰომო ერექტუსი თუ მეტრი და 50-ია დაახლოებით, ეს უკვე საკმაოდ 30 სანტიმეტრით მეტი არის, ну საშუალო ემაზეა ლაპარაკი. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მის განვითარებაზე მიუწევს, ის არის ავტორი მთელ მსოფლიოში აშელური ხელსულები, ეს არის მათი გამონაგონი, რომელიც არის პრინციპში სანადირო, მაგრამ უნივერსალური იარაღი და ამაც ესეთი ფორმა აქვს, წაწვეტებული ქუსლი აქვს, წვერი აქვს, ესეთი სტანდარტული იარაღია, რომელიც ყველაფერში გამოიყენებოდა თხრაში, ჭიშხაში, ნადირობაში და ასე შემდეგ და ეს არის წონას მღვიმეში გაკეთებული აღმოჩენები, არაჩვეულებრივი ძეგლია, ამჯერად არის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ 500-1000 და უფრო ძველი ასაკის არის, ჯერ კიდე ჰომო ერექტუსი არსებობს და თუ კი დმანისში არანაირი ნაშთი ცეცხლის არ გვაქვს და არ გვაქვს დასტური, რომ ესეთი ძველი ადამიანები მოიხმარდნენ ცეცხლს, ჩვენ ვიცით წონას მონაცემებიდან, რომ ეს ჰომო ერექტუსი სამონადირო ბანაკში ნამდვილად ინახავდა ცეცხლს. ანთებდა თუ არა საკითხავია, ეგ არ ვიცით. შეიძლება ბუნებრივად რო ჩდება ცეცხლი, იმას ინახავდა, მოიხმარდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ღვიმეში, სადაც მონადირეები იკრიბებოდნენ, ამზადებდნენ კიდეც ქვის იარაღს, ცეცხლიც ჰქონდათ და კი ბატონო. შემდეგი ეტაპი კაცობრიობის ისტორიაში ასევე ძველ ქვის ხანაში არის შუა პალეოლითი და უკვე ახალი ადამიანი ჩნდება. ხეს მეცნიერები არ ქმნიან, რა თქმა უნდა, ეტაპებად ყოფთ, ეს არის ჩვენი საქმე. ახალი ადამიანი ჩნდება და ახალი ტექნოლოგიები და ძალიან თვალშესაცემია, ესე ცალ-ცალკე ვიტრინებში როცა დევს სხვადასხვანაირი მასალა, სხვადასხვა ხანის მასალა, ძალიან ადვილია რომ მიხვდეთ განსხვავებას, რამდენად წინწაწეული და ასე ვთქვათ, განვითარებულია ნეანდერტალელების ეს კოლექცია ქვების და საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ძეგლია. ძირითადად დასავლეთ საქართველოს მღვიმეებში აღმოჩენილი, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც არის ღია სახის ძეგლები, რომელიც ნეანდერტალელის ნაკვალევს და დანატოვარს მოიცავს. ნეანდერტალელი ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ნახეთ, ზომაში პატარავდება იარაღები, მისი ხელებით манипуляციის უნარი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ჰომო ერექტუსის მასალასაც არჩევს, ნახეთ, კაჟი არის ძირითადად, რომელიც უკეთესად იმტრევა, უკეთესად მეტყველებს და რაც თავარია არიან შემქმნელები კომბინირებული იარაღის, რამაც ძალიან დიდი ენერგია და სიჩქარე და დრო და მანძილი დაზოგა ნადირობისას, ეს არის შუბები, ხისტარზე დამაგრებული წვეტანები, რომლებიც გამოიყენებოდა სანადირო და ეს თუ კიდვანისელი გოგონა ჯერ ქვებს ისთვის, ამას უკვე შეუძლია შუბების სროლა, ისრები ჯერ ადრეა. და ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ძეგლი გვაქვს, რომელიც ლამაზად არის გამოფენაზე წარმოდგენილი, ეს არის ცუცხვათის მღვიმეთა სისტემა არის იმერეთში, სადაც აღმოჩენილია ერთ-ერთ ნიშაში ძალიან საინტერესო სიტუაცია, როდესაც ნეანდერტალელმა დააგროვა, დაალაგა სპეციალური რაღაცა ლოგიკის, თავისი ლოგიკის მიხედვით დათვის თავის ქალები და დიდი ძვლები, ყბის ფრაგმენტი და რაღაცა ბარძაყის ძველი, ანუ შერჩევითად და რაღაც ლოგიკით და რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს არის დასტური მათი რაღაცნაირი ძალიან პირველი და ადრეული ფიქრებისა იმაზე მეტზე, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა არის და სავარაუდოდ დათვისზე ისინი ნადირობდნენ, ძალიან ბევრს კლავდნენ, იმიტომ რომ მაგითი ეკვებათ ეს გამყინვარების პერიოდის ადამიანი და ის უკვე ფიქრობდა ალბათ, რომ აი ესეთი სახით ან რა ვიცი, პატის მიაგებდა, ან შეიწყალებდა, ან არ ვიცი, მოკლედ ფიქრობდა რაღაცა ესეთი, ეხლა ჩვენ ამას რელიგიურ წარმოდგენებს ვეძახით და აი ესეთი ძალიან ლამაზი ფაქტი არსებობს. ფინალურ ეტაპს
ეტაპზე, ქვის ხანის, ძველი ქვის ხანის, ხო, რომელსაც პალეოლითი ქვია, უკვე ჩდება თანამედროვე ადამიანი ჩვენ ევოლუციის დარბაზის ნაწილში ვისაუბრეთ ამაზე, რომ Homo erectus, Homo sapiens sapiensi არის თანამედროვე ადამიანი და ერთადერთი სახეობა, რომელიც დღემდე ვარსებობს დედამიწის თემაზე, რა ქვია, დედამიწაზე და ისიც გაჩნდა აფრიკაში დაახლოებით 200,000 წლის წინ და 45,000 წლის წინ დაიძრა უკვე ევროპის და ალბათ აზიის მიმართულებით და ცოტა მოგვიანებით ან ცოტა ადრე, მაგრამ ჩვენი ძეგლები, რომელიც ადრეულ Homo sapiens sapiens ეხება, ესეთ არის ხდება 45,000-დან 12,000 წლების შუალედში და აი კიდევ გთხოვთ რომ შეხედოთ განსხვავებას ნეანდერტალელების იარაღების კომპლექტისა და დახვრეტილია ძვლის იარაღები უფრო მეტი გამოჩნდა ზომაში არის დაპატარა კიდევ უფრო მეტად არის აი ეს მომენტი ხაზგამძლე ხო გამძლე იმიტომ რომ არ სჭირდება რაღაცა დიდი გამზადოს იმისთვის რომ იგივე манипуляციები ჩაატაროს გინდა სახოკი საფხეკი რა ვიცი სახვრეტი იარაღების სახეობაც უფრო მრავალფეროვანი ხდება და მასალაც ზვალზე უფრო მუშაობენ, ობსიდიანი კარგად გამოიყენება და ასე შემდეგ ეს სულ სხვა ადამიანია, სულ სხვა მონაცემებით და ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ლაპარაკი ჩვენ ამით რომ არ გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ გამოფენაზე გეპატიჟებით რომ რაღაცნაირად დავტყვეთ ამ მომენტით და თუ კი ნეანდერტალელს რაღაც ესეთი უფრო უხეში, თუმცა ძალიან წინ გადადგმული მომენტი აქვთ რაღაცა რელიგიური წარმოდგენების, აი ეს ადამიანები უფრო განიდან ნატიფად ცდილობენ გამოხატონ ბევრად უფრო მეტი ვიდრე ჭამასმა ადაპტირება ბუნებასთან და ასე შემდეგ არის და ისინი არიან ის სახეობა რომელიც შეუძლია დაგეგმვა და აზროვნება ფანტაზია ხელოვნების შემქმნელი ადამიანები არიან და პირველი ხელოვნების ნიმუშები რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი სწორედ აი ამ ვიტრინაშია წარმოდგენილი მძივების ეს ქვებს აპრიალებდნენ, ხრედნენ, ჩხაპნიდნენ, ამულეტებად იყენებდნენ, აგერ არის მაგალითად საღებავი ბუნებრივი ოხრა რასაც ქვია რომ და ჯამის ისიც რა ქვია ფრაგმენტიც მოპოვებული რომელშიც ფქვავდნენ ამას შესაძლოა სახესაც იღებდნენ სამყაროდ საქართველოში არ არის აღმოჩენილი კედრის ხარტრობა როგორც ესპანეთ საფრანგეთ რუსეთში არის მაგრამ გვაქვს ძალიან საინტერესო რაღაცა მონაცემები ძვალზე დამზადებული ამულეტები იარაღები და ესეც საინტერესო მომენტია და ჩვენ ვამთავრებთ ჩვენს გამოფენას მითი პალეოლითის ფინალის ასე დასასრულის შემდეგ არის ძალიან მოკლე პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში მეზოლითს ეს გარდამავალს ძველსა და ახალ ქვის ხანას შორის უწოდებენ და ერთადერთი სამარხი რომელიც აღმოჩენილია ნახეთ არის მეზოლითური დაახლოებით 10,000 წლის არის ისა გენეტიკური ანალიზით ჩატარებულია და ჰაპლოჯგუფებზე რო ლაპარაკობენ მოკეთ 4 ძირითადი ევროპის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ჰაპლოჯგუფიდან ერთ-ერთი ყველაზე ძველი წარმომადგენელია ეს ბელადი შეხედეთ რამ სიგრძე არის ხო და აქ არის საქმე გვაქვს მეორად დამარხვასთან ანუ როდესაც პირველად დამარხეს რაღაცა მისმა სულმა შეაწუხა ისინი რა ქვია ტომის წარმომადგენლები ხელახლა ამოთხარეს ეს არის ეთნოგრაფიულად დადასტურებული ესეთი ამბავი თავიდან მოკლეს ჩააჭვეს ძვალი გულში და კიდე დამარხეს ცოტა თავის ქალაც ჩაუჩეჩქვეს და კვილში პირშიც იარაღი ძალიან საინტერესო ის არის და ინფორმაცია რომელიც თქვენგან მივიღეთ და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ გვამოგზაურეთ ქვის ხანის პერიოდში და კიდევ ვრწმუნდებით და ხვდებით თუ რამდენად სასიხარულოა ყველაფერი გვაქვს ეს ინფორმაცია და შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ადამიანს და არ მხოლოდ მათ მოვიდნენ და დაესწრონ და ნახონ საკუთარი თვალით და მოისმინონ ეს ისტორიები ვიცი რომ ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტიც სტუმრობს ხოლმე მუზეუმს და ეცნობა ჩვენს კულტურას და იმ სიმდიდრეს რაც გაგვაჩნია მადლობა თქვენ რომ ესე საინტერესოდ გვიყვებით და ასევე ჩვენს მაყურებელს თქვენ ერთ მინდა აუცილებლად ვურჩია რომ ეს სტუმრონ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და საკუთარი თვალით ნახონ ეს ყველაფერი რაც ჩვენ საუბრობთ. მადლობა დაინტერესებისათვის. მადლობა თქვენ. სასიამოვნოა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს მაყურებელს რომელმაც ეს დრო გაატარა ჩვენთან ერთად ბედნიერად.